რამ გამოიწვია ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, თუ ახლახან ირანზე თავდასხმების გაგრძელება გსურდათ, ახლა კი მშვიდობას თავაზობთ. რამე შეიცვალა? ისინი ჩვენთან საუბრობენ და გონივრულად იქცევიან. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა, როგორც გუშინ თქვი. კითხეს, რომელი იყო მთავარი 10, მე ვუთხარი, რომ ნომერი 1, 2 და 3 ისაა, რომ მათ ბირთვული იარაღი არ შეიძლება გქონდეთ. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ამაზე ვსაუბრობთ. არ მინდა მოვლენებს წინ გაუსწრო, მაგრამ ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, თანხმობის ნიშნად თავიც დაუქნიეს. ყოფილ პატრულის უფროსო, უბიძგებთ სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ირანის წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე. დიახ, მინდა ვთქვა, ცოტათი, მაგრამ უფრო მეტად ნატო. ფიქრობ, სპარსეთის ყურის მოკავშირეები კარგები იყვნენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ძალიან ძლიერად დაარტყეს. მათ 1400 რაკეტა ესროლეს, მაგრამ ყველა ჰაერსი ჩამოაგდეს. ჩვენი შესანიშნავი პატრიოტი რაკეტები წარმოიდგინეთ, რომ 100 რაკეტა ესროლეს ავიამზით აბრაამ ლინკონს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. და 101 რაკეტიდან ყველა და თითოეული მდადგანი ზღვაში ჩამოაგდეს. დაფიქრდით ამაზე, დაფიქრდით რას ნიშნავს ეს. 101 რაკეტა დახვეწილი და სრაპი გაშვებული 101-დან ყველა 101 ჩამოაგდეს და ეხლა უმეტესად ზღვის ფსკერზეა. მართლა არ დაიჯერებ, ჩვენი არმია საოცარია. პიტე, იცი რომელ ბოლო თავდასხმაზე ვლაპარაკობ? 101 გასროლად თქვი, ვაუ, ეს ვნახე. ძალიან კარგი აღჭურვილობა გვაქვს. ეგა ეგრეთ წოდებული წითელი ხაზი. წითელი ხაზები სკელი იყო, ხო ასეა? უთხარი, ეს ძალიან ბევრია. ხედავდით, როგორ გვაგდებდნენ ერთი მეორის მიყოლებით და ვინც ისვრის, ყველაზე ცივსისხლიანია. რაკეტა როცა 4000 კმ/წით მოდის, მანძილს მნიშვნელობა არ აქვს, დრო არ გრჩება. მე ვაკვირდებოდი მათ, ვუყურებდი როგორ ისხდნენ და ფიქრობდნენ. სტუდენტები, ბევრი MIT-დან, ბევრი ასეთი ბიჭი. ისინი ფიზიკურ ძალაზე ნაკლებად არიან დამოკიდებულები და შთამბეჭდავია როგორ მოქმედებენ დიდ წნეხში, როცა მხოლოდ რამდენიმე წამი აქვთ რეაგირებისთვის. თუ არასწორად გააკეთებენ, სერიოზული პრობლემა იქნება. იცით, რადგან ეს ძალიან ძლიერი რაკეტები იყო, რომლებიც მოდიოდა და ამიტომ ბევრი ადამიანი იბლოკება. ისინი არ იბლოკებიან, რადგან ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ჩვენ აქ საუკეთესოები გვყავს. ბატონო პრეზიდენტო, რა ექნებოდა თქვენი დღევანდელი გზამილი TSA-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში სახლში დარჩნენ ამ გავლენის გამო? კი, დიახ, ზოგიერთს ფული სჭირდება, რადგან დემოკრატებმა დაფინანსება შეწყვიტეს. ძირითადად დემოკრატებს ვადანაშაულებ, მაგრამ ზოგიერთს ვერ გადაუხადეს, რადგან მათი დაფინანსება ამოიწურა. ეს დემოკრატების პრობლემაა სინამდვილეში. მე სენატსაც კი უთხარი, რატომ იტყოდით, რომ ეს დემოკრატების პრობლემაა? კვლევები აჩვენებს, რომ დემოკრატები ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის ქვეყნის ზიანსაც, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. და თუ ძველ პოლიტიკას დაუბრუნდებით, ქვეყანა აღარ დარჩება. თუ სენატში ორპარტიული შეთანხმება იქნება ICE-ის დაფინანსებაზე, ზედამხედველობის გარდა TSA-ის გადახდასა და დეპარტამენტის ხელახლა გახსნაზე ხელს მოაწერთ? კარგი, არ მინდა კომენტარი გავაკეთო, სანამ შეთანხმებას არ ვნახავ, მაგრამ როგორც იცით, ისინი შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ნებისმიერ შეთანხმებაზე, რომელსაც ისინი დადებენ, თითქმის არასდროს რჩები კმაყოფილი. ბიჭები მოვიდნენ და არ სურდათ გადახდა. არავინ იცის, მათ გადახდაზე შეთანხმება ჰქონდათ. მათ შეთანხმება დაარღვიეს. დემოკრატებმა ჩვენი შეთანხმება დაარღვიეს. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თქვენს აღარ გადაიხდიდნენ. მათ ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას რთულ დროს, რადგან ასე ვთქვათ, ომში ვართ. ისინი ამას ომს ეძახიან. მე კი სამხედრო ოპერაციას უწოდებ. ძალიან წარმატებულ ოპერაციას, ისეთ წარმატებულს, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ნახე, ვენესუელაც ასევე წარმატებული იყო. ეს შესანიშნავი რამ იყო. ეხლა დემოკრატებს შეთანხმება ჰქონდათ, შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ თქვენს რომ არ გადაიხდიდნენ. ბევრმა იტანჯა და ქვეყანა საფრთხეში აღმოჩნდა. კითხვა გაქვს, აქ დიდი ხანია არ ყოფილხარ. რაც შეეხება ირანის საკითხს, შეგიძლია გითხრა ზუსტად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობენ? იქნება ეს უიტკომბი თუ სხვა კონტაქტები, ვისთანაც ბოლო დროს საუბრობდი? დიახ, ვქონდა. მეზიზლება ამის თქმა ახალგაზრდების წინაშე, ისინი ბავშვები არ არიან. უმეტესობას ველაპარაკეს დასრულებს გვანან, მაგრამ მაინც ბავშვები ვით არიან, ხომ ასეა?
ისინი ყოველთვის თქვენი შვილები იქნებიან, მაგრამ ამის თქმა მაინც არ მინდა. მათი ხელმძღვანელობა გავანადგურეთ და როცა ახალი ლიდერების ასარჩევად შეიკრიბნენ, ისინიც გავანადგურეთ. ეხლა ახალი ჯგუფი გვყავს და ისევ მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ. ვნახოთ როგორ გაართმევენ თავს. რეჟიმის შეცვლა ნიშნავს ცვლილებას, რადგან ახალი ლიდერები სრულიად განსხვავდებიან პირობებიდან, რომლებმაც ეს პრობლემები შექმნეს. გონი შეგვიძლია ვთქვათ, ჯეისონ, ეს რეჟიმის შეცვლა? არავის ვენდობი, არც შენ. ვგულისხმობ, რადგან გიცნობ, არ გენდობი ისე როგორც უცნობ ადამიანს ვენდობოდი. მაგრამ არავის ვენდობი. მაგრამ რატო ამბობ ამას? რატო ამბობ ამას? გონია რომ ვენდობი მათ? არ ვენდობი მათ. იმიტომ რომ ისინი შეთანხმებას დადებენ. გუში რაღაც მართლაც საოცარი გააკეთეს. საჩუქარი მოგცეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ. ეს იყო დიდი და ძვირადღირებული საჩუქარი. საჩუქარს არ გაგიმხელთ, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო. მართლა მადლობა. მოგცეს და თქვენს მოგცემდნენ რაც მაჩვენა. საქმე სწორ ადამიანებთან ქონდა და არა ბირთვულ ენერგიაზე, არამედ ნავთობსა და გაზზე. მათ სწორი რამ გააკეთეს და ეს აჩვენებს, რომ სწორ ადამიანებთან ვართ. თქვენ არ იცით, რადგან ხელმძღვანელობა მოკლეს და ყველა წავიდა, ძველი და ახალი უმაღლესი ლიდერი. ეს სუნცირე კარგად იყო. და ყველა დანარჩენი თუ ისინი წასულები იყვნენ და შემდეგ ბევრი მესამე ეშელონიდან უკვე წავიდნენ. ჩვენ ჯგუფთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩემი აზრით კარგად გამოვიდა და მათი საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ თქვეს რომ გააკეთებდნენ და ასეც მოხდა. მხოლოდ მათ შეეძლოთ ეს. ჯენიფერ. დიახ, ეს დაკავშირებული იყო ნაკადთან და სწორ ხაზთან. დიახ, შენ ხარ. მოლაპარაკება. ვინ გააკონტროლებს სრუტეს? ამიერიდან არა, ჩვენ გვექნება ამის კონტროლი, რასაც კი მოვისურვებთ. თუ შევძლებთ ყველაფრის დასრულებას ისე, რომ სიცოცხლე არ დაიკარგოს და 10 მილიარდი დოლარი არ დაიხარჯოს, ელექტროსადგურები ახალია. მინდა რომ შემეძლოს მათი საყვარელი საქმის გაკეთება, იცი? მაგრამ მათ გარკვეული რამეები არ შეიძლება კონდეთ, იცი რასაც გულისხმობ. ჩამონათვალი საჭირო არ არის. ყველაფერი იწყება ნულ ბირთვულ იარაღზე, რაზეც ისინი დათანხმდნენ, ბირთვული იარაღის გარეშე გამდიდრებას არ გააკეთებენ. მაგრამ ნახე, არ მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებების ძალიან კარგ პოზიციაში ვართ. ღამე მშვიდობისა. ძულს ამის თქმა, მაგრამ ისინი დაუცველები არიან, რადგან ბოლო რაკეტის გაშვებამდე გარკვეული ძალა აქვთ. ჩვენ მოლაპარაკებებში საუკეთესო პოზიციაში ვართ და წინ ვართ. მათ არ აქვთ საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, არც ანტისარაკეტო დაცვა და თითქმის ყველა რაკეტა გაუქმებულია. ჩვენ გაშვებების უმეტესობა გავაუქმეთ. ჩვენ ჩაუშალეთ მათი გაშვებების 82%. თუ რაკეტა ქონოდათ, არ გაუშვებდნენ. ჩვენ ძალიან ეფექტიანები ვიყავით. სოფრიოში საუკეთესო შეიარაღებული ძალები გვყავს. ვერავინ გვიახლოვდება. სოფრიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობა გვაქვს. არაბეთს აქვს, არის ინფორმაცია, რომ თქვენ ესაუბრეთ მემკვიდრე პრინცს. თქვენ კონცენტრირებული ხართ ნორმალიზაციაზე. არაბია საუდიტა, ისრაელ. ჩვენ საუდის არაბეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რას ამბობენ მასზე? ის ირანთან დაკავშირებით რაღაცების გაკეთებისკენ გიბიძგებდა. შეგიძლია ამაზე ცოტა მეტი გაგვიზიარო? ის მებრძოლია და ჩვენთან ერთად იბრძვის. საუდის არაბეთიც და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც შესანიშნავია. კატარი საოცარია, კატარმა მძიმე, ძლიერი დარტყმა მიიღო. კატარი ძალიან ახლოსაა, საზღვარს ფეხითაც კი გადაკვეთო. კატარმა დარტყმა მიიღო, ისინი შესანიშნავად მოიქცნენ და ძალიან მტკიცედ იდგნენ. ქუვეითში მცირე ინციდენტი მოხდა. 3 თვითმფრინავი ჩამოაგდეს ჩვენი რაკეტებით. ესენი ჩვენი თვითმფრინავები იყო, მაგრამ პილოტები გადარჩნენ. წარმოიდგინეთ, პილოტები გადარჩნენ. პილოტებმა არ იცოდნენ რა მოდიოდა და თქვეს, ეს პატრიოტებია. პატრიოტებს ვერ გავექცევით. იქიდან ძალიან სწრაფად გამოვიდნენ. კარგი სანახავი არ იყო, საოცარია რომ გადარჩნენ. სამივე კარგადაა და დღესაც დაფრინავენ.